კურიერს 9 საათზე პარლამენტში დღეს ოპოზიცია კახეთში დაზარალებულებისთვის დახმარების გაზრდას ითხოვდა, მთავრობის ხდომაზე კი ბიუჯეტიდან გამოსაყოფით თანხების კორექტირება მოხდა. პრეზიდენტი, პრემიერი და კაბინეტის წევრები სტიქიიდან 5 დღის შემდეგაც კახეთში მუშაობას განაგრძობენ. სახურავის კარკასზე მუშაობა უკვე დასრულებულია. სპეციალისტები ხვალიდან ციკლაურების სახლზე თუნუქის გადახურვას დაიწყებენ. 5 დღის წინ მომხდარმა სტიქიამ ციკლაურების საცხოვრებელს ჭერი მთლიანად გადახარა. აღდგენითი სამუშაოები სტიქიით დაზარალებულ ოჯახებში უკვე მესამე დღეა მიმდინარეობს. აღარც ჭერი გვაქვს, აღარც არაფერი ვარ გაქვს, კედლები დათხრილია, მინები დალეწილია და გაუბედურებულია ყველაფერი. დავკარგეთ 5 წუთში ჩვენი ცხოვრების ჩვენს ცხოვრებაში რაც მოიგუბოვებია რა. სარეაბილიტაციო სამუშაოებში სოლიდარობის ჯგუფებია ჩართული. ისინი კახეთში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციამდე დარჩებიან. მოხალისეთა ჯგუფები აღდგენითთან ერთად გაწმენდით სამუშაოებშიც აქტიურად მონაწილეობენ. ხულოდან ჩამოვედით, დაზარალებულებს დავხმარებოდით. ტელევიზიაში ვნახავთ, რაც მდგომარეობა იყო. უბრალოდ შეგვებრალა, შეგვეცოდა ხალხი და თქვით დახმარებას ხელს გავუწოდეთ. ჩვენ თვითონ ვართ ამ საქმეში გამოცდილი ძალიან დაზარალებული და ჩამოვედით ხალხის დასახვარებლად. სანამ არ დასრულდება აქ ყველაფერი, მანამდე დავჩებით აქ. სტიქიის ზონაში სარეაბილიტაციო სამუშაოებთან ერთად მოსახლეობისთვის სასურსათო პაკეტების დარიგება გრძელდება. 5 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი გლეხებისთვის შხამქიმიკატების გადაცემაცაა. ადგილობრივები განადგურებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების შეწამლით სამუშაოებსაც ახორციელებენ. როგორც აი ნაჯახით გათალოს კაცმა ისე გათალა და ტყავი გაარიდა. ხომ ხელაკაცი ვარ. მაინც წლისა უნდა გახდეს. იქნებ მაინც არ მოიშლი რომ მე ამას მაინც გავაკეთებ. უკვე დაიწყო სტიქიისგან დაზიანებული საჯარო სკოლების რეაბილიტაციაც. კახეთში შეკეთება ან სრული გადახურვა 20-მდე სკოლას ჭირდება. ძლიერმა სეტყვამ სახურავებთან ერთად ფანჯრები და სასკოლო ინვენტარი დააზიანა. თელავში აქტიურად მიმდინარეობს კომუნიკაციებისა და ელექტროგამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაცია. მოსახლეობის ნაწილს თელავში დღეს დილიდან ელექტროენერგიის მიწოდება უკვე აღუდგა. საკომპენსაციო ღონისძიებების სრულად განხორციელებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები შევა. მთავრობის ხდომაზე მთავარ საფინანსო დოკუმენტში ცვლილებების პროექტი დღეს ფინანსთა მინისტრმა წარადგინა. შეიქმნება სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო 50 მილიონიანი ფონდი. ეს თანხა გადაუდებელ სარეაბილიტაციო სამუშაოებს მოხმარდება. რეგიონის გრძელვადიანი განვითარებისთვის კი კახეთის განვითარების პროგრამის ბიუჯეტი 110 მილიონი ლარით განისაზღვრება. 2 მილიონით იზრდება რამდენიმე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიც. სანამ ჩვენ არ დავასრულებთ იმ ყველა იმ ამოცანას, რომელიც დავპირდით ჩვენ ხალხს, საქართველოს მოქალაქეებს, დაზარალებულ ოჯახებს, იქამდე ჩვენ მოგვიწევს მსგავს რეჟიმში მუშაობა და მე მოვუწოდებ ყველა მინისტრს, რომ ის დაწყებული საქმე გააგრძელოს და ბოლომდე მიიყვანოს. ჩვენ ახლა სასწრაფოდ გვჭირდება და ჭირდება ბიუჯეტში ცვლილება, რათა ეს ღონისძიებები იქნას დაფინანსებული. სტიქიით დაზარალებულ თელავში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები კიდევ ერთხელ შეამოწმა მიხეილ სააკაშვილმა. პრეზიდენტის სახლების გადახურვის პროცესს დაესწრო. მიხეილ სააკაშვილი დაზარალებულ მოსახლეობასაც შეხვდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერებისას ერთ-ერთ ეზოში სტუმრობისას პრეზიდენტი 4 წლის საბა შაშიაშვილის დაბადების დღეზე მიიპატიჟეს. ამეზოში რა შემოსულა გასაკეთებად. თონა გახურავზე. არა, მაგრამ ინჟოების სპონსორებს. ცოტა ხანში ეხაჯერ იქ შევავდა. მადლობა რომ ვერში გიდგეხარ და არ მიბატოვეთ გაჭირვების დროს. გაიხარეთ გამრავლეს მადლობა ყველაფრისთვის. აბატონებო როგორ ახართ? ძალიან პერუშომა ხოთე. და დღეს დამხელო. შეიძლება ბალეთ სამიდები როგორი. მივდავა დღეს და ხვალ უკვე ცენტრის რეკონსტრუქციაზე მუშაობთ ეგ არა უშოთ ცენტრს დავუთავოთ და ესე უკეთესი გახდება ეს სახლები. სახლები კარგად. თელავში რაც კახეთში იმდენი აღშენებლობა იქნება ეს დასაწყისია. თელავი უნდა დავუმთავროთ და მე მივყვეთ რაიონ ყველა რაიონში ყველა ფირმა უნდა გავაკეთოთ. ყველა ცენტრი, ყველა სოფელი, ყველგან უნდა იყოს დიდი აღშენებლობა. და ყველაზე მთავარი ხალხი თქვენ ახართ ასე. თავარი ჯერ თქვენ ახართ რო აკეთებს ყველაფერი.
პრეზიდენტი და მთავრობის წევრები სტრიქით დაზარალებულ რეგიონში რჩებიან. Სარეაბილიტაციო და გაწმენდითი სამუშაოები უკვე მეხუთე დღეა 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. Ამ დრომდე ითვლება ზარალიც. გლეხები განადგურებული მოსავლის კომპენსაციას მიიღებენ. დაზარალებულებს სასოფლო-სამეურნეო კრედიტები 1 წლით გადაუვადდებათ. ამდენიმე ხნით გადავადება სწავლების გადასახადის საფასურიც იმ სტუდენტებისთვის, რომელთა ოჯახებიც მოსავლის გარეშე დარჩა.